Am წუთებში მიმდინარეობს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი, მათ შორის არის მარტოხელა დედა მარიამ მეყანწიშვილი, რომლის მიმართ პროკურატურამ 10,000 ლარიანი გირაო მოითხოვა. დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლო 10 პირის საქმეზეც, მანამდე კი პატიმრობა შეეფარდა ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება. 4 ოქტომბრის საქმეზე სამართალდამცველებმა სულ 62 პირი დააკავეს. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება და თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებო გეძლევათ შანსი გახდეთ ამ უნიკალური პროცესების თანამონაწილე. ეს ვიდეო ერთ-ერთი ის მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყებამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ირაკლი შაიშმელაშვილის გენერალური პროკურატურა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებების გაკეთებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ყოფილი მაღალჩინოსანი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური პლატფორმის მეშვეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას ცდილობდა და მოუწოდებდა სამსახურეობრივ უფლებამოსილება არ შეესრულებინათ. ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა და მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს საქართველოს თითქმის 1 წელია დატოვებული აქვს. საგამოძიებო უწყება ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ ძებნას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც პროკურატურას სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდება. საქმეში არ მოიწებნება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარე ნამდვილად გეთანხმებით ვერ გაიხსენა ვერც ერთი ვიდეო მასალა, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილი მოუწოდებს ან ძალადობის დამხობისკენ, ან რაიმე მოწოდება აქვს პოლიციელების მიმართ. ერთადერთი მოწოდება რაც არის, ეს არის ვიდეო მასალებში, რომ პოლიციელებს მიმართავს ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომ ხალხის მხარეს დადგეს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ გარემოებებზე, რომ მას ბრალი ედება 317 მუხლით, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და დღეს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. საქმეში წარმოდგენილი არის შემდეგი მტკიცებულებები, ეს არის საჯაროდ გაკეთებული მოწოდებები, რაც მიმართული იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ძალადობრივად მოქმედი პირების მობილიზებაში. ამ ეტაპზე რაც არის წარმოდგენილი, ეს არის მოძიებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული აუდიო-ვიდეო მასალა, თუმცა საქმეზე გრძელდება გამოძიება. შაიშმელაშვილის გარდა ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგენეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 15 პირს. პროკურატურის განცხადებით დაკავებულმა პირებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იზოლდე სამართალდამცველებზე და მათი მისამართით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს. სხვა პირებთან ერთად ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით იერიშში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და ეზოში შეიჭრნენ. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცავების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით ბრალდებულების ნაწილი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და სხვადასხვა საგნებს ესროდა სამართალდამცავებს, რომლებიც ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებს, სხვადასხვა საგნებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საქალაქო სასამართლო დღეს კიდევ 5 პირის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს, რომელთა შორის ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილია. მას საგამოძიებო ორგანო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. პროკურატურა 4 მათგანისთვის პატიმრობას, სამოქალაქო აქტივისტის მარიამ მეყანწიშვილისთვის კი 10,000 ლარიანი გირაო შეფარდებას ითხოვს. პირდაპირ მტკიცებულება საქმეში არ დევს, მხოლოდ არის ერთი ვიდეო მტკიცებულება წარმოდგენილი, რომელიც დაცვის მხარე აღნიშნული ვიდეო მტკიცებულების ავტენტურობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. შუამდგომლობით შემოდის პროკურატურა ითხოვს საპატიმრო გირაოს, როგორც გვაქვს ინფორმაცია 10,000 ლარის შეფარდების თაობაზე. დაცვის მხარე არ დაითანხმება აღნიშნულ შუამდგომლობას და ასე ვთქვათ, დაცვის მხარის პოზიცია იქნება მარიამის გათავისუფლება სასამართლო დარბაზში. 17 ოქტომბრის სპეცოპერაციის ფარგლებში კიდევაც დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარდგენილი აქვთ. მათ ბრალის დადგენილება ადვოკატებთან ერთად დღის პირველ ნახევარში გააცნეს. უფლებადამცველების განცხადებით დაკავებული პირები 4 ოქტომბრის პრეზიდენტის სასახლესთან მიმდინარე აქციაზე ყოფნას ადასტურებენ, თუმცა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას არ აღიარებენ. თოლორაევს რაც შეეხება მიხეილი და მამამისია დაკავებული, ორივე მათგანს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ორივე აცხადებს, რომ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამ ეტაპზე
გამოძიებას არ ქონია მათი დაკითხვის სურვილი და შესაბამისად ჩვენებებიც არ მიუწია დანარჩენს, როდესაც გავეცნობი დეტალურად საქმის მასალებს, მე მოგახსენებ. ბრალდება წარედგინა კახაბერ კვაჭანტირაძეს ჯგუფური ძალადობის უბრალოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება ბრალდება. აქციაზე იმყოფებოდა, მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციაში, დანაშაული არ ჩაუდენია და მიზანი გახლდათ ბუნებრივია ის, რომ არ შეიძლება ამ ქვეყნის მომავალს დაემუქროს საფრთხე. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ვერ შემდგარი მშვიდობიანი დამხობის მცდელობაში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის 4 მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში უკვე დაკავებულია 62 პირი. აქედან 5 საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთა ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძესა და ირაკლი ნადირაძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც ბრალდება პაატა ბურჭულაძესა და მურთა ზოდელავას ედავება, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირებასა და ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობას გულისხმობს. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვთ.